ჩვენი გენერალური პროკურორი რეგულარულად გზავნის წერილებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანის მისამართზე. თუმცა ყველა წერილზე ერთი პასუხია: გამოძიება გრძელდება. დაველოდებით თუ როდის დასრულდება ეს გამოძიება, თუმცა მიმაჩნია, რომ ასეთი ქცევა კონტრპროდუქტიულია. ეს არ მიგვიყვანს იქამდე, რომ რამე დაგვავიწყდა. არაფერი დაგვიწყებია და უკვე ჩავაყენეთ საქმის კურსში რუსული მხარეც, რომ საქმის ირგვლივ საერთაშორისო სამართლებრივი სისტემისთვის პორტფოლიოს ვამზადებთ. ვიცით, რომ შესაძლოა ამას დრო დასჭირდეს. მალაიზიური ბოინგის საკითხს 10 წელზე მეტი დასჭირდა. დაველოდებით კიდევ 10 წელს, მაგრამ სამართალი უნდა აღდგეს და სამწუხაროდ ამჟამად არსებული მოცემულობა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებს ნამდვილად არ ეხმარება. საბედნიეროდ პილოტებმა აჩვენეს პროფესიონალიზმი და გამბედაობა და თვითმფრინავის მიწაზე დასმა შეძლეს. საბოლოოდ კი ის არ დავკარგეთ, თუმცა როდესაც აქ თაუში ჯგუფი გავგზავნეთ, რათა ენახათ თუ რა მოხდა, მათ გადაიღეს და აჩვენეს, რომ თვითმფრინავის ბორტი სავსე იყო ნახვრედებით. შიგნით კი 2 ადამიანი იჯდა, ნამსხვრევებით მიღებული დაზიანებებით. ის იდეა, რომ ეს იყო უკრაინული დრონი, რომელმაც შესაძლოა თვითმფრინავს დაარტყა, უბრალოდ სასაცილოა. მით უმეტეს, რომ თვითმფრინავზე დარტყმა ორჯერ განხორციელდა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ დრონი მოფრინავს, ურტყამს აზერბაიჯანულ თვითმფრინავს, შემდეგ მიწაზე ვარდება და ცოტა ხანში იგივეს იმეორებს. ეს საბავშვო ბაღში მოსაყოლი ამბავია. ჩვენ ვიცით რაც მოხდა. ამასთან საგულისხმოა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე არ დახურულა. ის დაიხურა თვითმფრინავზე დარტყმიდან რამდენიმე წუთში და ესეც მათი პასუხისმგებლობაა. ვინც ამ ოპერაციის შესახებ არაფერი თქვა. ყველაფერი ნათელია, თუმცა 7 თვე გავიდა და პასუხი არ გვაქვს. სამწუხაროდ რუსეთის ოფიციალური პირებისგან არ მიგვიღია არანაირი პასუხი. რეალურად კი 7 თვეზე მეტი გავიდა. ჩვენთვის ყველაფერი ნათელია. ვიცით რაც მოხდა და შეგვიძლია ეს დავამტკიცოთ კიდეც. მეტიც, ვიცით რომ რუსეთის ოფიციალურმა პირებმაც იციან თუ რა მოხდა. კითხვა იმაშია, რატომ არ გააკეთეს ის, რასაც ნებისმიერი მეზობელი გააკეთებდა. ჩვენი მოთხოვნები აბსოლუტურად ბუნებრივია. აღიარონ მათი დანაშაული ამ ინციდენტში. დასაჯონ ისინი, ვინც ჩვენი თვითმფრინავი ჩამოაგდო და გადაუხადონ კომპენსაციები დაზარალებულებსა თუ გარდაცვლილთა ოჯახებს. ასევე ავიაკომპანია აზალს ზარალის გამო.